საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი დამტკიცებულია გიორგი გვარაკიძე ამ პოზიციაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. ახალი მთავარი პროკურორი გამჭვირვალედ მუშაობას გეგმავს. რა იქნება მისი პრიორიტეტები უკვე მაკუნა აბულაძე გიამბობთ. 83 მომხდენური წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია ულოცავთ ბატონ გიორგის. გიორგი გვარაკიძემ გენერალური პროკურატურა ოფიციალურად ჩაიბარა. პირველი მოადგილიდან მთავარ პროკურორობამდე 22 წლიანი გამოცდილებით ახალი გენერალური პროკურორი მუშაობის გაგრძელებას დიდი გეგმებით აპირებს. პრიორიტეტად საგამოძიებო უწყების მაქსიმალურ ღიაობას ასახელებს. საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რასაც აკეთებს და ახორციელებს ზოგადად პროკურატურა. გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა, სანდოობა. გიორგი გვარაკიძემ გეგმებზე ვრცლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა. როგორ ხედავს ახალი ხელმძღვანელი პროკურატურის კიდევ უფრო განვითარების გზას და ამ გზაზე როგორია მისი სტრატეგია. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება. რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაწილიერება. შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მიერ პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას და ვიფიქროთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდაზე. ვფიქრობ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური გვერდის საშუალებებით მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებს საბაზისო ინფორმაციას სისხლის სამართლის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაცია განცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებებისა და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე. საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რა თქმა უნდა, საკადრო რესურსის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლის დაცვის ძლიერი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების ქონა, წახალისების პროცესის ობიექტურობა, დაწინაურების და დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების სამართლებრივი სისტემა ამ სტაბილურობის ხელშემწყობი და წამახალისებელი საშუალებებია. აქვე ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა. ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა. გიორგი გვარაკიძესთან კითხვები კანონმდებლებმა რამდენიმე მიმართულებით დასვეს. მათ შორის რა იქნება უწყების პრიორიტეტი კიბერდანაშაულის, თაღლითობის, დეზინფორმაციის, ორგანიზებული დანაშაულის თუ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის კუთხით. გამოწვევა ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები, ეგრეთ წოდებული აი ეს თაღლითური კიბერდანაშაული, როგორ ვებრძოლოთ ამ სიმეს სენს გლობალურ ჭრილში უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს. ყოველდღიურად იხვეწება დანაშაულის ჩადენის მექანიზმები და ჩვენც ვალდებული ვართ და იძულებული ვართ, რომ გავყვეთ და ავყვეთ აი ამ ფეხის რიტმს და ვეწევით კიდეც და სულ მალე გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი შედეგები. ძალიან არასწორი დეზინფორმაციული შემოტევა საქართველოზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით აი იმ კონტექსტში რაც მე ვთქვი, რა გაქვთ დაგეგმილი? გვაქვს სხვადასხვა პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და პრაქტიკულად ვიყენებთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასაზრდელია ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. საზოგადოებასთან შეხვედრები, ურთიერთობები, თუნდაც ჩვენი მესიჯები, რასაც ვსაქმიანობთ, პერიოდულად უნდა მივაწოდოთ. როგორ ფიქრობთ პროკურატურის როლს, რომ უფრო ეფექტური იყოს ბრძოლა ზოგადად ნარკოტიკების წინააღმდეგ? ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, იმიტომ რომ ყოველდღიურად ფაქტიურად ახალი ნარკოტიკი და ახალი ნარკოტიკის გავრცელების სხვადასხვა გზები და მეთოდები ჩნდება. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გაანალიზება, სჭირდება მასშტაბური ბრძოლა, მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება და შეურიგებელი პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ. გიორგი გვარაკიძის ბიოგრაფია, წარსული გამოცდილება, საგამოძიებო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი კანონმდებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ახალი გენერალური პროკურორი პროკურატურის კიდევ უფრო წარმატებულ მუშაობაში დიდ წვლილს შეიტანს. გიორგი გვარაკიძე ცნობილია როგორც მაღალი დონის სპეციალისტი, პრინციპული ადამიანი, ამ სფეროში კარგად ცნობილი ადამიანი, ვისაც პატივსცემენ, ვის მოსაზრებასაც ითვალისწინებენ, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც ის დონე გააჩნია, რომელიც გენერალურ პროკურატურას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აწევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს პროკურატურა კიდევ უფრო მეტად განვითარდება და დაზარალებულების ინტერესებს მოემსახურება.
ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტმა ნდობა ერთხმად 6 წლის ვადით გამოუცხადა.